რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავლის. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოლოვაში გადაცემა. გამარჯობა თქვენთან არის ვაშა გადაცემა. თენგის გოგოტიშვილთან ერთად. სანამ დავიწყებდეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ YouTube-ზე, Instagram-ზე, Facebook-სა და TikTok-ზე. როდესაც ვამბობ, რომ ქართული პროტესტი გინესის სიგნშია შესატანი, არ ვხუმრობ. საერთოდ არ ვხუმრობ. კიდევაც შესატანია და კიდევაც შევა. შევა იმის გამო, რომ არსებობენ ადამიანები, როგორც არის ლაშა ჩხარტიშვილი მაგალითად, რომელსაც დღეს შევხვდებით. ლაშა ჩხარტიშვილი ქართულმა პოლიციამ და ბორია სასამართლომ უკვე დააჯარიმა ყურადღებით 200,000 ლარზე მეტით. 200,000 ლარზე მეტით. უბრალოდ დაფიქრდით, რამხელა რიცხვზეა ლაპარაკი. დააჯარიმა რისთვის? ქუჩაში დგომისთვის. ხოლო ქუჩაში რატომ გას ლაშა ისევ როგორც უამრავი სხვა ადამიანი? იმიტომ რომ 2024-ის და 2025-ის არჩევნები მოპარული გონია და აპროტესტებს ამასაც და უამრავ სხვა რამესაც. გინესების რეკორდებზე, ბორიაზე და უამრავ სხვა პრობლემაზე დღეს ლაშა ჩხარტიშვილს ვესაუბრებთ სპეციალურ გამოშვებაში. ლაშა, გამარჯობა. მადლობა ინტერვიუსთვის. დღეს ახლა უკვე შუაღამეს გადასცა და სულ რამდენიმე საათში გაქვთ სასამართლო. რა სასჯელს ელოდებით? რას დაგიდგენენ, როგორ გონიათ? მე გავიარე უსტატა კონსტიტუცია, ეს ნიშნავს, რომ რადგან შინაგანსაკუთრების სამინისტრო მიმართა სასამართლოს, ისინი ითხოვენ პატიმრობას. რა ჯარიმას წერენ დამოუკიდებლად და როცა სასამართლოს მიმართავენ ამ საკითხზე, ეს ნიშნავს, რომ პატიმრობას ითხოვენ. არ არის პრობლემა, ეხლა ჩემს ახალი არ იქნება, მე-14 იქნება სამი რეჟიმის პირობებში, სტრასბურგში სამჯერ გამარჯვებული და ასე შემდეგ, აღარ მინდა ამის ჩამოთვლა. მაგრამ ვიმეორებ, სრულიად გამართულად და კონკრეტულად მე ადრეც ყოფილა მზად პატიმრობისთვის და რაღაცის ვალი მომიხდი ამ ფორმით საკუთარ სიაში და სხვაებიც უნდა იყვნენ რა, აი ჯობს ვთქვათ, რა ვიცი, რამდენიმე ყველაზე სულ შემთხვევაში კვირა და ყველაზე სულ შემთხვევაში თვე ვიყოთ პატიმრობაში, ვიდრე დავკარგოთ ქვეყანა. ფიზიკურად დაკარგვაზე საუბარი. ეს 200,000 როგორ დაგროვდა? მართალი რო გითხრათ, რამდენჯერმე წავიკითხე და არ დავიჯერე. 200,000-ზე მეტი მით უმეტეს. მე მგონი გინესის რეკორდია საერთოდ. ჩემი კრიტიკის და ჩემი ბრძოლის გარეშე ხელისუფლებას თუ რეჟიმს არ ჩაუვლია. მაგრამ ეხა ივანიშვილმა რომ ყოველას გადააჭარბა რეპრესიის მასშტაბით, ფორმებით, თუნდაც ფინანსური ტერორით, ესეც ფაქტია. ამის დასტურია ის, რომ ჯერთი ოდენობა თითოეული ჯარიმის 500 ლარიანი არის რეალურად საქართველოს მოსახლეობისთვის უდიდეს ნაწილისთვის უფრო სერიოზული ზიანის მომტანი, ვიდრე თუნდაც პატიმრობა, ხო? ჩვენ გვახსოვს წინამორბედი ხელისუფლება იყო დაკავებული უფრო უხეში მეთოდებით გარკვეულწილად და ადმინისტრაციულ პატიმრობას დიდად დაიწყო თვეთრიდან, როგორც საბჭოთა პერიოდში იყო, ბოლოს 3 თვემდე ავიდნენ, ვერ მოასწრეს გამოყენება, მე ერთ თვეს ყოფილა პატიმრობაში, მაგრამ ჯარიმები იყო 10ჯერ ნაკლები მინიმუმ, 15ჯერ, 20ჯერ ნაკლები. ეს ამ ხელისუფლებამ დაიწყო საწყის ეტაპზე იმითი, რომ რაღაც ეტაპზე რომ მივხვდნენ, რომ ჩემგვარი ადამიანები არსებობენ, რომლებსაც რამე თუ ქონდათ უკვე წაერთვათ ამ პოლიტიკური ბრძოლების პარალელებში, მაგალითად ბინათ სამართო ბანკმა, იმიტომ რომ ესეთი რეპრესიების ასე ვთქვათ ობიექტი ვიყავი ამ რეჟიმის დროსაც, იმ რეჟიმის დროსაც, საბოლოოდ ეს ტაქტიკაც და შეფარვითი ტაქტიკაც მიატოვეს, ჯარიმას დატოვეს კოლოსალური და საბოლოო ჯამში დაუბრუნდნენ იმ ნიშნულს. ჩვენ ვიცით, რომ 60 დღიანი პატიმრობა განაახლეს მათ, 15 დღიდან უფრო 60 დღემდე აიყვანეს 173 მუხლის მიხედვით პატიმრობა. ასე 5,000 ლარიანი ჯარიმებით გადააჭარბეთ 200,000 ლარს? ეს არის 36 დგომა გადაკეტვა, ეს ძალიან მე დავარქვი ასე, რა ვიცი, ესეთი სახელი მოუფიქრე, იმიტომ რომ რეალურად, რა თქმა უნდა, მე გადაკეტვის ინიციატორიც ყოფილი ვარ და მეც გადამიკეტავს და პირველთაგანაც ყოფილი ვარ გადაკეტვის დროს, მაგრამ დღემდე რაც დაუკისრებიათ ეს ცალკეული ჯარიმები, რაც მე ვიცი სასამართლომ რაც მივიდა ყოველ შემთხვევაში. თითოეულ ამ შემთხვევაში არ ჩანდა ყოველ შემთხვევაში და არ იყო ფაქტი ჩემს მიერ გადაკეტვის, იყო დგომის ფაქტი, ხო და ასეა დაჯერებებული აბსოლუტურ უმრავლესობა უბრალოდ რუსთაველის გამზირზე აქციის დროს ქუჩაში დგომის გამო, მაშინ როცა სხვათა შორის პოლიციის ეკიპაჟებს აქვთ ხოლმე ბოლო 2 დღეს სხვანაირად იქცევენ, მაგრამ მქონდათ ხოლმე გადაკეტილი ქუჩა ამ დროს. უნდა დავაზუსტო, ეს არის ბოლო 320 დღიანი უკვე თითქმის აქციების დროს დაგროვებული ჯარიმები თუ იქამდეც ჰქონდათ რამე ცოდვები ივანიშვილის სახელმწიფოსთან? ეს დაგროვდა 36 დგომა გადაკეტვა, ამის გარდა 2019-20 წლის
მაშინდელი დროისთვის რეკორდული ჯარიმები ეს არის ტრადიციული ყველა მსგავს რეჟიმისთვის 173-176 მუხლები, ეგრეთ წოდებული, ანუ ვითომ და ტრუმანი ხულიგნობა, ვითომ და დაუმორჩილობა, რომელიც სხვა შეცდელ პოსტსაბჭოებში გამოიყენებოდა და გამოიყენება დღემდე. მე თვითონ მიმართე მოსამართლეს, რომ აი მე თავაზობ, რომ მე ჩავждები, სხვა ორი კვირა იყო მაშინ მეგონი მაქსიმალური. და ნუ არ მინდა ჯარიმა და ჩავждები. ნუ არა და აი სადისტე და მაზოხისტე რო ანეკდოტია ცნობილი ძველი ხო ახსოვს ხო? მაწამე და არა ხო? აი და პირიქით. და მაინც ჯიუტად არაპირებთ არაფრის გადახდას ხვალ რომ თუ დღეს უკვე რომ ყველაფერი გააოქმოს მოსამართლემ ერთი ჯარიმა რო დაგიტოვოთ მარტო 5000 ლარიანი არც ამას არ გადაიხდით პრინციპის ამბავია დასაკარგი მე ბორკილების გარდა არაფერი გამაჩნია და აქედან გამომდინარე ჩემთვის სულ ერთია ჩემს უკვე მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ რომ მე როგორც ვთქვით მქონდა კიდევაც ბინა რომელიც მსგავსი სიტუაციების გამო დავკარგე არც მანქანა გამაშლია, არც ბინა გამაშლია, არც ოფიციალურ ხელფასი გამაშლია, ანუ ჩემთვის ეხა 10000 ლარი იქნება თუ 200000 ლარი პრინციპული მნიშვნელობის არ არის და ჩემნაირებისთვის განაახლეს და გაზარდეს ისევ და ისევ დაუბრუნდეს ძველ ნიშნულს პატიმრობის ვადა, მაგრამ ნუ ეხა რა ვიცი, რა გითხრათ, თანხა ნუ ნამდვილად ტრაიკომიკურია. ისე შეგახსენებთ რომ კოცებმა შემოიღეს კანონი, რომლითაც თანხის ან ქონების ამოღება ნათესავისგან შეუძლია თუ ვინმე არ იხდის რამეს. წარმოგიდგენთ რომ აი მე ბინა თქვა წამართვა ამ რეჟიმა იმ რეჟიმა და ასე ნუ ბანკის აი ვიღაცა თქვა ბინას არ აქვს მაგრამ ყავს ერთი ბანკა რომელსაც ტაქსაობს ან რაღაც ტვიტს ეზიდება ან რაღაცა პურის ფულს შეულობს ხო მე გიდის ფუნქციებს ვითავსებ ხო და ნუ ეს თალკი კიდე თემაა ხო და აღარ ჩაუღბავდები მაგრამ ნუ ვიღაცას ყავს თქვა რაღაცა სატრანსპორტო საშუალება რომელსაც მართლა პურის ფულს შეულობს ხო ელემენტარულად იმისთვის 5000 ლარი წარ უკვე დაუღბვა და შიმში ოფტებით უკვე აქ 5-ია, 10-ია, 15-ია თუ 20-ია ძალიან ბევრი მოქალაქისთვის. უკვე იმხელა ეს ოდენობა ერთი ჯარიმაც კი. ნუ მნიშვნელობა აღარა. ლაშა ამ აქციებზე ბევრი ადამიანი ნიღბი დადის იმისთვის რომ კამერებმა არ ამოიცნონ. თქვენ არ გიცდიათ არაფერი მსგავსი. ყველას ბუნებრივია ვერცეთ რეჟიმი ვერ იჭერდა, ხო? შესაბამისად ჩვენებსაც შეეხება, რა თქმა უნდა, ნიღაბი, ვისაც ერთმა უსურვებ ყველას რომ კონდეს რაც შეიძლება მეტი რაღაცა შემოსავალიც და ქონებას, ვისაც რაიმე გააჩნია, რაც შეიძლება წაართვა, რა თქმა უნდა, ხელი არ უნდა შეუწყოს და არადაი უხერხულობა არ უნდა იგრძნოს, რომ პირბადით ჯობს იდგე რუსთაველის სავალნაცვლზე ქუჩის, ვიდრე უპირბადოდ იდგე ტროტუარზე. ეგეთ ხალხის დადიან და ისინი მათ თავისი, ასე ვთქვათ, დაფასება ჭირდებათ ვინც ტროტუარზე დგას, მაგრამ ჯობს საერთოდ მოხვიდე პირველ რიგში აქციაზე, ვიდრე არ მოხვიდე, მაგრამ თუ მოხვალ, ჯობს პირბადი გაიგესო და სავალნაცვლზე დაგვეხმარო, უპირბადო ხალხის ვარ ხომ ეგ და პირბადიანს, ვიდრე თავის შეუშვირო ასე თქვა თუ გვაზრო ჯარიმას თუ კი რამე საგართმევენ თქვენ დღეისთვის გაქვთ 36 ჯარიმა დგომა გადაკეტვისთვის როგორც ამბობთ და ერთი ჯარიმა Facebook პოსტისთვის რა უბედურება დაწერეთ ასეთი რისთვის დაგაჯარიმეს და ვინ ჩემი იყო 36 წლის გარდაიცვალა 40-ში ხდება ერთ კვირაში მქონდა გულის უკმარისობა ქრონიკული ერთ-ერთი მოვლელი მეუბნეს როგორც სამართლებრივად თქვია ჩემს ვიყავ მე ერთ-ერთი მამა ჩემი ადრე გარდაიცვალა 5 წელს ვიყავი და ადამიანი იყო პრაქტიკულად წოლი იმ ეტაპზე სულად წოლია. ზოგადად სახლიდან ბოლო 5 წელი ვერ გადიოდა. აი ამ რეალობაში არა კაცის მოკლისთვის, არა რაღაცა სასწავლო დანაშაულისთვის, არამედ რუსთავაზე გომისათვის ვინმე თამთა ქიმბარიშვილმა, შინაგან საკუთრებაში წარმომადგენელმა როცა ნახა ეს საბუთები, რომ წარმოგიდგენთ, რომ კი ბატონო მე ვთქვი რომ არა პრობლემა ჩემს პირველ ბატონობაა იქ რომ მოვდივარ, მაგრამ ამდენ ჩემს ხო გამოდის რომ წირავთ, იმიტომ რომ და გავიხსენე ახობაძის დედა, რომელიც გვახსოვს, ხო, რომელიც გაწინეს პრაქტიკულად. ხო, ნუ ესე გამოგივათმეთქი, იმიტომ რომ ადამიანი ვერ მოძრაობს და შეიძლება ვიღაცა პური ან მიაწოდოს, ან ვერ, ნუ ალბათ ვიღაცა მიაწვიდა ნაცავებიდან რა ვიცი. სისტემატურად გაზის ნახევარი ვერ იქნება. რაღაც დაქირავებს ხომ გითხარით ბინა და რაღაც ამათოს თუ დაქირავებს ყოველდღე და მოგეთ ჩავარდი ადამიანს ტოვებდნენ მარტო, იმიტომ რომ მე რუსთავაზე ვიდექი. და ეს დავალება პატიმრობის ამ საბუთების ნახვის მერე ამ ვიღაც ვიდარა ქიბარიშვილმა შეასრულა მოითხოვა. მერე ნუ მოვეთქვა მოსამართლემ გაიარა კონსტიტუციები იმასთან ვისაც ვინც ქიბარიშვილს ავალებდა და მასაც ავალებდა ჩვენს რომ არც სასამართლო და აშშ და მივხვდნენ რომ დაფიქრდნენ რომ კიდე ერთი ცნობილი ისტორიის არ იყოს კიდე ერთი გვამი ნუ ამეტანი არ იქნებოდა բայց მომგებიანი და უკან დაიხიეს და იმ ეტაპზე არ დამიჯერეს. ეს როცა ახსენე ეს ისტორია მაშინ სანამ გაიგოდეს საბოლოოდ მით უმეტეს რომ თქვა უკან აიხიეს და აღარ მიჭერდა. ახსენე რომ ეს ადამიანი არის მეთქი პოტენციური მკვლელი, ჯალათი და ნუ რაღაც კიდე ერთი ეპიტეტი ვიხმარეთ. აღარ მაქვს ნუ ცენზურის პარლამენტში. ცენზურის პარლამენტში იმიტომ რომ ხალი ერქვა და ქვია. ხო,
კაცრი ყოფილიყო შეიძლება გადამეტებინა ბოლო დროს უკვე ცოტა უხეში გამოდათქვამის დამჭირდა. ეს ჩამითვალე შეურაცხყოფა და მე მქონდა სულად დეტალურად აღწერილი ეს პროცესი. ძალიან გაგიბრაზებიათ ის ხალე. ეს ჩათვალე შეურაცხყოფა და ჩემი პოსტის კომენტარის გამო ორი ადამიანი, მათ შორის ერთი პენსიონერი დააჯარიმეს. ანუ რავი, ეხლა რუსეთში შეიძლება ალბათ კიდე რაღაცა მსგავსი გამიგია, რომ ხდებაო, მაგრამ პოსტის და ჯერ გაზიარების გამო არ გვიჭერენ და არ გვაჯარიმებენ. ანუ პოსტის გამო დაჯარიმების პრეცედენტი ერთ-ერთი პირველი იყო ჩემიდან. მე მგონი კომენტარის გამო, პოსტის კომენტარის გამო ახლა პირველი. მე მახსოვს რომ წინა ხელისუფლების დროს თქვენ ხშირად მიმართავდით სტრასბურგს. ჯარიმების გასაჩივრება თუ შეიძლება სტრასბურგში. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევები მათ არ ეხება. რამდენად პერსპექტიულია ზოგადად ეს საქმე? სტრასბურგთან მიმართებაში ყველა ეს საქმე დაწმუნებული ვარ, საბოლოოდ შეიძლება გაერთიანდეს იქნება გამარჯვებით დასრულებული ეს აი გომა გადაკეტვასაც შეეხება აბსურდი, იმიტომ რომ გადაკეტილ სივრცეში ლაპარაკი არ არის. აი პირում მე ვაღიარებ, არანაირი პრობლემა არ მაქვს, ხან ხშირად მეც გადამიკეტი და ერთ-ერთი პირველი ყოფილა, ვინც გადამკეტავი ყოფილა. მაგრამ ხშირად სულ გადაკეტილზე. აი ეგეთ შემთხვევებში ვარ რამდენჯერ დაჯარიმებული და უამრავია და 90% ვინც დაჯარიმებულია. აი ამ პროცესშია, თუმცა გადაკეტვას არ არის თავისთავად დანაშაული და საზღვრში ისიც გამარჯვებული დამთავრდება. მით უმეტეს დამთავრდება გამარჯვებით ის, როცა ადამიანი გადაკეტვის სივრცეში ორი მხრიდან პოლიციის შემოსაზღვრში დგას. ესე იგი, კოცებსაც უჩივლეთ სტრასბურგში? ეს კიდე ცალკე გინეს რეკორდია მე მგონი. მასშტაბიაში რომ წაასწრეს აქციების დროს ხვალსო და რატყალი და ეჭები ცოცხალი იყო მაშინ და ყოველ აქციაზე რომ წავიდოდ ერთა იგივე იყო ზაზუდას დღე ფილმი ძალიან მიყვარდა კი ეყარება ეჭვიბაქ შენც ერთა იგივე დღეს რომ იგვიძებს ხოლმე და სულ ერთა იგივე ტრიალზე რაღაცა ვცდილობდი ხოლმე გამემრავალფეროვნები და რაღაც პერფორმანს ელემენტები ყოველდღიურ აქციებს შემეტან ხა პლაკატი მიმქონდა ხა რაღაცა მიმქონდა და დილას დავინახე და ეჭებს ლობიო აქვს მოხარშული და ლობიოს დაწილი მორჩენია და არ იყო მოხარშული უმათ იყო და ჩავიყარე ჯიბეში რაიც დამჭირდეს მეთქი რავეს მოიფიქრე და რომ დაიძება სიტუაცია ხაერში ავყავი რაღაც მონების სალაფავი უმილ ლობიო მეთქი და საბოლოოდ დამჭირდეს და დავამრავლეს რომ სახეში შევაღარე არის და ფედერალური პოლიციელი და არ ყავთ მეთქი უთხარი მაგრამ საბოლოოდ მოვიგე რაც კონდეს ჩვენს ბავშვობაში ეზოში ფეხბურთს რო თამაშობდით მაშინ იყო გეხსოვებათ წესის 3 კუთხური ერთი პენალტი აქაც შეიძლება რაღაც მსგავსი წესი ამოქმედდეს მაგალითად რაღაც თანხას როცა გადააჭარბებს ჯარიმა იმის შემდეგ უკვე ციხე იყოს და შეიძლება ამ ციხით ჩამოგაწერონ მე თანხის რამე ნაწილი ამ თელი თანხა. ნაწილობრივ ჩამოიწერება. ოღონდ ხა ვინც შემნაირად აქტიურია, ხო? იმდენჯერ გადაკეტილი რომ კიდე იმდენჯერ შეუულიათ ამის დაწერა და იმის ჩვენ თვითონ აღარ არის. მათ შორის ალბათ ამ 4 ოქტომბრის აქციას იქნებოდით. ჯერ არ მოგსულიათ ალბათ ჯარიმა, მაგრამ იქნებოდით ალბათ სადაც რა ვიცი, ყველა სიჭერენ უკვე იმ აქციის მერე ეგერ მოხუცი ექიმი დაიჭირეს კაცმა არის ის რისთვის. ფორმა არავინ არ მოუკლავს. არავინ დაუსახიჩრებია ჩვენი მხარიდან მით უმეტეს. და ხა ბოდიში და თვალწარმტაცი ღობეს ამე გაფუჭდა თუ არ გაფუჭდა და ვინ გააფუჭა კიდე საკითხავია და როგორ ხარ. მე მაგის პრობლემა არ აქვს. ხომ მე ვარდების რევოლუციის მონაწილეც ვიყავი, სამწუხაროდ იმ რეჟიმაც და იმ ხელისუფლებას ბალეაურია და ბალევე დაუპირისპირდი, მაგრამ მშვიდობიანი რევოლუცია ვფიქრობ რომ თუ ის არის კარგად ორგანიზებული, აი პრაქტიკულად ერთ-ერთი შანსი. ივანიშვილის რეჟიმი სხვა ასე ვთქვათ რეალობას არ ტყუებს. გელათი დაინგრიეს თავზე, საყდრში ააფეთქეს, ადამიანები დახოცეს, ქვეყანა გვაძევებენ და იძახიან რომ კარგიაო, ხო და რა დროს ღობია რა, ხა ეგეთი უნიკალური მნიშვნელობის ისტორიული ძეგლიც არ ყოფილა ის სასახლე და მისი ღობე რა. თუმცა გავიმეორებ, ვინ გააფუჭა და ვინ დაანგრია. ამაზე კიდე ცალკე კითხვის ნიშნებია, იმიტომ რომ არსებობს მე კი ახლოს ვიყავი, მაგრამ თქო პრობლემის მოედანზე ვიყავ ბავშვობაში. მაგრამ შემთხვევით არ დამინახე ეს მომენტი გაფუჭების. ამბობენ, ვინც კიდე უფრო ახლოს იყო, რომ საერთოდ გაურკვეველი კიდე რაღაც ჯგუფი იყო, რომელსაც ეს ძალიან იულად მოახერხა და უცნაურად. და ხო გეუბნებათ ეს ხალხი პირდაპირ რომ ან ქვეყნიდან წახვალთ, ან წახვალთ ციხეშიო. პირდაპირ ამბობენ ამას არ მალავენ. ეს კარის ფილოსოფოსი, მე ვარ თუ ფილოსოფოსი რა ვიცი, შატირიშვილს რა ქვია, სახელი აღარ მახსოვს. ხო და ნუ ეს ამან თქვა, ამ ზაზამ, თქვა მისმა პატრონმა ბიზნესამ რამდენიმე წლის წინ, რომ თავი დაგვანებეთ საერთოდ აქედან, ხო? სხვა ხელისუფლების დროს ხდებოდა რა თქმა უნდა მიგრაცია სერიოზული, მაგრამ არავის არ უთქვამს რომ ჩვენ ამას ხელს შეუწყობ და ეს კარგი და ნორმალურია, ხო? ეს გითხრა, აი ივანიშვილმა და მისმა იდეოლოგმა ზაზა შატირიშვილმა.
თუ 2019-დან და 2020-დან გიწერენ ამ ჯარიმებს, იხდით არ იხდით არ, გიწერენ და გიწერენ, გიმატებენ. აი ახლა 2025 წლის ოქტომბერში. ახლა უცებ რატომ გამოგიძახეს სასამართლოში? ახლა რა მოხდა? მე ვფიქრობ, დროა და ამაზე ადრე ვსაუბრობდი, რომ თუნდაც რუსთავის თქმა უნდა შინაარსებასთან ერთად მეგობარი ქვეყნების საელჩოებსაც ჩამოუვაროთ, ოღონდ აქციით. ერთ პლაკატზე დავაწეროთ დიდი ასოებით მადლობა, ბევრი ამისთვის, მათ შორის იმ შედარებით შეზღუდული სანქციებს, რომელიც განხორციელდა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, მაგრამ მეორეს დავაწეროთ დააჩქაროთ. იმიტომ რომ ამასობაში გაგულახენ როგორც იმ ანეკდოტშია, ხო? ამით ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ. არჩეულადყოფანი იმედია ასეთი საქართველოს არ იქნება და ეს იქნება გავაჩერეთ Facebook-ის სადღაც და შეიძლება ეს დამატება. მთლიანობაში პრობლემა არის ის, რომ ივანიშვილს უნდა რუსთაველის პროტესტის ჩახშობა, აი ბოლო წინამორბედის გაუქმება. ბორის ივანაშვილი მე მგონი ზოგადად ყველას უპირებს დაჭერას. ყველას ვერ დაგუჭერენ, თავარია რომ არ გავჩერდეთ. ეს დაიჭერენ, მართლა ორი მაინც სანაცვლოდ გამოჩნდეს და ეს ტაქტიკა ამართებდა ყველა რეჟიმის დროს, ყველა იმპერიის წინააღმდეგ, რუსეთთან დაწყებული, ბრიტანეთთან თორებული და ინდოეთიდან გაგრძელებული, ხო და ეხლა ივანიშვილი განავიდა ისე თუ არ გაამართლოს, ხო? თავარი ეხლა რაღაცა სასიამოვნო პატრონობაში არაფერი რა თქმა უნდა, მაგრამ არც ეხლა დახოვდა არ არის რა. ხოლმე გაუძლო და დავაძროთ. აი საკუთარ თავს ვკითხავ საღამოს. რა ვარ გიო? კვირაში ერთხელ რუსთაველზე ვიყავი საღამოსო. ეს რო კონდეს სათქმელი, უკვე საკმარისად კარგი საქმეა და გაფართოება ამას მოყვება და ამას მოყვება ის რომ ეს ქვეყანა არ დაიცლება ქართველებისგან, საქართველოს მოქალაქეებისგან და საბოლოო ჯამში ვერც რუსეთში ვჭავს, ვერც სხვა შევჭავს და როგორც რა ვიცი, რამდენი ათასწლეული გაუძლია ამ სახელმწიფოს სხვადასხვა ფორმაციით და სხვადასხვა ფორმით და მე მგონი რა ძალიან უკერხულია სინაპრებზე რომ swam-ენ ხოლმე საფუძველზე და swam ხოლმე და სამშობლოს უმავლოდ swam ხო კვირაში ერთხელ რამენერეთ უსწავლოზე გავიაროთ ხოლმე რა ეს ხონავად მე ვიშლები დავხვდებით თუ არ დავხვდებით იარეთ კვირაში ერთხელ გამოყავით ზოგმა ორშაბათი ზოგმა სამშაბათი მიდით რუსთაველზე და დანარჩენს ცოტა მეტ სხვები გავაკეთებთ კიდე აუცილებლად ვეცდებით თქვენს თუ გავაკეთეთ გავუხსნათ ვაშა დიდი მადლობა წარმატებები და იმედია გინესის რეკორდების სიგნში მოხვდებით როგორც ადამიანი რომელსაც ყველაზე დიდი ჯარიმა ჩამოაწერეს გაუუქმეს ბედნიერად დაბაშეთ ბედნიერად აი როგორც უკვე გითხარით ჩვენ საუბარი შედგა სასამართლომდე რამდენიმე საათით ადრე ლაშა ჩხარტიშვილი სასამართლომდე როდესაც არ იცოდა ჯერ კიდევ დაიჭერდნენ თუ უბრალოდ კიდევ ერთხელ დააჯარიმებდნენ ზოგადად ჩვენ არ ვიცით რამდენი ადამიანია დაჯარიმებული პროტესტის გამო რამდენი ადამიანი დააჯარიმა სასამართლომ და პოლიციამ აი ამ 174 მუხლით ქუჩაში დგომის გამო იმის გამო რომ ადამიანებს არ სჯერათ 2024 წლის და 2025 წლის არჩევნების იმისთვის რომ ადამიანებს პროტესტი აქვთ პროცესების გამო რაც ქვეყანაში მიდის იურისტები ვარაუდობენ და ეს ვარაუდი რა თქმა უნდა ლოგიკურია რომ საუბარია არა უბრალოდ ათასობით არამედ ათობით 1000 ადამიანზე ვინც ქართულმა ოცნებამ დააჯარიმა 5000 ლარით სულ ცოტა 5000 ლარით საბოლოო ჯამში ჩვენ საუბრობთ მილიონებზე და მილიონებზე რომელიც ბორია ივანაშვილმა თქვენ და ჩვენი ჯიბიდან უბრალოდ ამოიღო როგორც ბებია ჩემი იტყოდა ცეცხლად და ნავთად ხოცებო ეს იყო ვაშა გადაცემის სპეციალური გამოშვება გვიყურეთ მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ ყველა პლატფორმაზე YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე რაც დავიდით იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадался.